UNESCO არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომლის მიზანია მსოფლიო მშვიდობისა და კულტურული მრავალფეროვნების დაცვა. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობა მოიცავს როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ ძეგლებს, რომლებიც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური ღირებულებით გამოირჩევიან. ამ პროექტის მიზანია საქართველოდან შევირჩიოთ: პირველი, ერთი მატერიალური კულტურული ძეგლი, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატანი. მეორე, ერთი არამატერიალური კულტურული ტრადიცია, UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შესატანი. ობიექტების შესარჩევად გამოვიყენე შემდეგი კრიტერიუმები: ისტორიული ღირებულება, გეოგრაფიული გარემოს როლი ობიექტის ჩამოყალიბებაში, კულტურული ავთენტურობა და ორიგინალურობა, მოსახლეობის ჩართულობა და გადაცემის ტრადიცია, ეროვნული თვითმყოფადობისთვის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარების მოთხოვნებთან შესაბამისობა. მდებარეობა: შიდა ქართლი, მტკვრის მარჯვენა ნაპირი, დროით განსაზღვრა, ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეული გეოგრაფიული გარემოს მნიშვნელობა, მტკვრის ხეობამ და კლდოვანმა რელიეფმა შექმნა ბუნებრივი თავდაცვა და სავაჭრო გზებთან წვდომა. სწორედ ამ პირობებმა შესაძლებელი გახადა კლდეში ნაკვეთი ქალაქის ფორმირება. კულტურული მნიშვნელობა: უფლისციხე წარმოადგენს უძველეს ქალაქურ ცენტრს, სავაჭრო, რელიგიურ და პოლიტიკურ სივრცეს. მისი არქიტექტურა უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. მოსახლეობის როლი მის შენარჩუნებაში: ადგილობრივი მოსახლეობა და სპეციალისტები მონაწილეობენ აღდგენა-კონსერვაციის პროცესებში, ხელს უწყობენ ტურიზმის განვითარებას და ინფორმაციის გავრცელებას. მდგრადი განვითარების პრინციპი: ტურიზმი უნდა განვითარდეს ისე, რომ არ დაზიანდეს ძეგლის სიძველე. საჭირო არის მონუმენტის დაცვა, განათლების პროგრამების მხარდაჭერა და ბუნებრივი გარემოს შემონახვა. რა არის ალილო? საშობაო და საახალწლო რიტუალების ერთობლიობა, სადაც ადამიანები ასრულებენ საგალობლებს, დადიან სახლიდან სახლამდე, ქველმოქმედებას ეწევიან და მშვიდობასა და კეთილსურვილებს ავრცელებენ. გეოგრაფიული გარემოს მნიშვნელობა: ტრადიცია საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს, თუმცა სხვადასხვა შტოებითა და შესრულების ფორმით, რაც აჩვენებს ქვეყნის ბუნებრივ კულტურულ მრავალფეროვნებას. მოსახლეობის როლი: ტრადიცია ცოცხალია მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თაობიდან თაობას გადაეცემა. ალილოს ძალა არის ხალხის ერთობაში, მონაწილეობასა და რწმენით შესრულებაში. ეროვნული თვითმყოფადობისთვის მნიშვნელობა: ალილო აძლიერებს სულიერ და კულტურულ კავშირს საზოგადოებაში. ის გამოხატავს ქართველთა მშვიდობის მოყვარეობას, სოლიდარობას და თანაგრძნობას. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა ქმნის ეროვნული იდენტობის საფუძველს, ხელს უწყობს ტურიზმის, განათლების და კულტურის განვითარებას, აძლიერებს საზოგადოების ერთიანობას, წარმოადგენს ქვეყნის სულიერ და ისტორიულ სახეს საერთაშორისო ასპარეზზე. პირველი, დავამუშავე UNESCO-ს ცნებები და კრიტერიუმები. მეორე, შევარჩიე ობიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ავთენტურობის, მნიშვნელობის და მდგრადობის მოთხოვნებს. მესამე, დავამზადე პოსტერისთვის დამუშავებული ტექსტები. მეოთხე, ჩემი არგუმენტები დაფუძნებულია ისტორიულ, გეოგრაფიულ და კულტურულ საფუძველზე. მეხუთე, ძლიერი მხარეა ინფორმაციის ლოგიკური სტრუქტურა, სუსტი, ვიზუალური გაფორმება შემდგომ საჭიროებს დახვეწას. მეექვსე, სირთულე იყო მასალის შეკუმშვა, მაგრამ შეუძლია მხოლოდ მთავარი ინფორმაციის დატოვებით. მეშვიდე, თავიდან რომ დავიწყოთ, დავამატებდი მეტი ვიზუალურ ელემენტს.